მოგესალმებით ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, ცნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. მას ასე მიუთითეთ დრო თქვენ თვითონ და ვნახოთ ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რა ენერგიებშია და რა ცვლილებების მომტანი იქნება ეს ურთიერთობა თქვენთვის. მას ასე შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას ასე დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ვინ ხარ შენ? ვინ ხარ შენ? საკმაოდ კარგი манипуляტორი მინდა გითხრათ. ადამიანი, რომელიც თავისი მიზნებისთვის აბსოლუტურად ყველაფერზე ხელს მოაწერს, სამწუხაროდ ესეთი ძალიან ისეთი უხეში ანონსი მინდა გავაკეთო. დღესდღეობით მიტრიალებულია სტაბილური ურთიერთობებისკენ, თუ კი აქ განვიხილავთ, ნახეთ სამკუთხედს. თავის სტაბილურობისკენ არის მიტრიალებული, ფიქრობს, რომ იქ აუცილებლად უნდა დაალაგოს სცენარი და სიტუაცია, სადაც ქაოსია, იქ არის ტალღები, იქ არის გამუდმებული რაღაცა კონფლიქტური ენერგია და ცდილობს იქ სიტუაციის დაალაგებას. ერთ-ერთი მიზეზი დღესდღეობით არის მისი მხრიდან იმ ურთიერთობების დაალაგება. კიდევ თუ არ არის ურთიერთობაში ზუსტად იცით და არ არის სტაბილურობა, რაც ძალიან მაეჭვებს, აქ განვიხილავ ძირითადად უფრო ქორწინებაში მყოფ ადამიანს, ან სტაბილურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს, იმიტომ რომ აქ რეალურად ესეთი ურთიერთობა მინდა განვიხილო დღესდღეობით. თუ არ არის, მაშინ ესეთი ხაზი მინდა გავუსვა, რომ მისი ძირი ოჯახი შეიძლება ეს იყოს დედა იმპერატრიცა მეტნაკლებად აღნიშნავს დედის ენერგიასაც, აიძულებენ ქორწინებას. და რაღაცა აი ამ თვალსაზრისით ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. კარგი. მოდი ვნახოთ ახლა თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, თქვენზე რას ფიქრობს. სიკვდილი. ფიქრობს, რომ ძალიან დიდი კრიზისია ეს ურთიერთობა. ფიქრობს, რომ იმდენი ტკივილი მიაყენეთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ერთმანეთს, რომ აქ იმ ხელა ტრამვები განიცადეთ, რომ ფაქტიურად ამ ურთიერთობის აღდგენა წარმოუდგენელია. ეს ურთიერთობა დასასრულს ექვემდებარება. აქ მცდელობებიც კი ფიქრობს, რომ უშედეგო აღმოჩნდება, იმიტომ რომ ძალიან ტრამვირებული და ფაქტიურად უკვე დასრულებული ურთიერთობა. კიდევ რას განიხილავს? ერთადერთი რაც არის ხა მისი მხრიდან ჯერ კიდევ არის სექსუალური მიზიდულობა ძალიან დიდი ვნების თვალსაზრისით თქვენთან დამოკიდებულებაში, თუმცა ფიქრობს, რომ თქვენც ხართ რაღაცა გარკვეულ შეზღუდვებში. ამიტომ არ მოქმედებთ, უმოქმედო ხართ, თქვენც არც თითქოს არც თქვენ გიჩნდებათ სურვილი, რომ ამ ურთიერთობაში რაღაცა ნაბიჯები გადადგათ, ამიტომ თვითონ რაღაცა საჭირო დროს და მომენტს ელოდება იმისთვის, რომ იმოქმედოს ან ნაბიჯები გადმოდგას. თუმცა ეხლა უმოკლეს პერიოდში ამ ნაბიჯების გადმოდგმას არ განიხილავს მეგობრებო. კარგი, მაინც მინდა ვნახო გრძნობა გააქვს დღესდღეობით იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიყურებს, სექსუალური მიჯაჭვურება, აი ნების ფაქტორია უფრო. დანარჩენი პაუზაა, საკმაოდ გაჯანჯლებული, გაწელილი პაუზაა ურთიერთობაში. მასზე ხდება ზეგავლენები, მისი კისრის მოგრეხვა, მისი მორჩილება, სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით, მის პარტნიორთან დაკავშირებით და იმ ურთიერთობებთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში რვიანი განმეორდა შეიძლება იყოს 8 რიცხვი, 8 დღე, 8 საათი მეგობრებო, საინტერესო ინფორმაცია უნდა მოვიდეს თქვენთან, ის რაც თქვენთვის აქამდე დამალული იყო, დღესდღეობით უნდა გამჟღავნდეს ეს დაფარული ურთიერთობები, რაც შესაბამისად ეს ინფორმაცია მოგიტანთ ცოტა ანგრევის ენერგიებს. თითქოს აი ძალიან მტკივნეული შეიძლება განიცადოთ, ამას მტკივნეულად განიცადოთ ეს ინფორმაცია მესამე პირებთან დაკავშირებით. საერთოდ გეგმაში თუ აქვს თქვენთან ურთიერთობის აღდგენა, ან გამოჩენა, ან რაღაცა რაიმე. კი, თასების მეფე. თასების მეფე, რომელიცაც ემოციები ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. აი წარსულში დაბრუნება უნდა, თუმცა აუცილებლად განვიხილავ იმ ფაქტს, რომ აქ არის ორ სიტუაციაზე მოთამაშე ადამიანი, ორ ურთიერთობაში დამკვიდრების ძალიან დიდო სტატი, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ რეალურად ვერ გამოდის ამ ორი ურთიერთობებიდან. თქვენ რომ არ იყოთ დამერწმუნეთ, მისი სტაბილურობა თუ ის ქორწინებაშია, სხვა პარტნიორი აუცილებლად ეყოლება, იმიტომ რომ ეს მისი რაღაცნაირად დაყვება ეს რა. ვერ არ შეუძლია ერთ ურთიერთობაში გაჩერება. თასების მეფე წყლის ნიშნებით შეიძლება განვიხილოთ ამ შემთხვევაში, ნახეთ სტატუსი იდეალური საყვარლის ნამდვილად არის, მაგრამ არა საყრდენი კედელი და არა იდეალური ქმარი. მოხალატია ჩვეულებრივ, იმიტომ რომ მისთვის ეს ემოცია, ეს ფლირტი, აი ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, ამიტომ რა ვიცი, თუ გჭირდებათ ესეთი პარტნიორი, თქვენი გადასაწყვეტია. რეალური გეგმა რა გაქვს? წარსულში დაბრუნება უნდა, მაგრამ იცის, რომ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ, აი ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ და სხვათა შორის არც თვითონ იყო ნაკლებ განცდებში, მაგრამ დღესდღეობით მაინც რჩებით თასების დედოფლად, შესაძლებელია თქვენს იყოთ წყლის ნიშნები, ძალიან გავხართ ერთმანეთს.
ძალიან გავხართ ერთმანეთს, ან შეიძლება ერთი რეალურად ერთი ჰოროსკოპის მატარებლებიც იყოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მსგავსება ერთმანეთთან ძალიან დიდია, თუმცა აი ეს უზარმაზარი კედელი, რომელიც აღიმართა, აქ იყო ღალატი, აქ იყო ტკივილი, აქ იყო რაღაცა საშინლად დაბალი ვიბრაციები, ნუ ღალატი არ არის ხო პარტნიორთან მხოლოდ ურთიერთობები ხო მრავალფეროვნად შეიძლება განვიხილოთ ღალატის ენერგია ჩამოწვიფესებო, ამის გამო რთულია მისთვის რაღაცა ნაბიჯების გადმოთქმა, ბევრი თქვენთაგანზე მაგიური ზეგავლენებიც არის და ეს არის დაბრკოლება ზუსტად. ეს იცით რამე და განვიხილო, თუ მესამე პირები არსებობენ და ზუსტად იცით რომ იქ სტაბილურ ურთიერთობაშია, იქ რა როგორ განიხილება ის ურთიერთობა, როგორ განიხილება ის ურთიერთობა. კი ბატონო გავრუნდა, იქ არის ძალიან კარგად არის მოკალათებული, სხვათა შორის იმ ურთიერთობაში, მაგრამ იმდენი წინააღმდეგობებია პარალელურად. იმდენი წინააღმდეგობებია, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი-არება, რაღაცა ახალი დოკუმენტები, ახალი საბუთები შესაძლებელია ეს სამსახურს უკავშირდებოდეს, მის კარიერას უკავშირდებოდეს, ძალიან მძიმე პერიოდს გადის ეხლა მეგობრებო, ძალიან მალე თავზე დაემხობა. თავზე დაემხობა ის ურთიერთობაც, ის კარიერაც, რისი მოლოდინიც აქვს და ნუ მოკლედ ყველაფერი ემხობა თავზე ამ ვაჟბატონს, არ გამოვრიცხავ სტაბილური ურთიერთობებიც. აი მე უკვე ეს ჩამოკიდებული სიტუაცია ნამდვილად იქნება მისთვის უფრო ნახე მოქმედებაში წამოვა. იმ ნგრევების შემდეგ რაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ის კარიერას უკავშირდებოდა პირად ურთიერთობებს შემოძვირფესებო, აუცილებლად შეეცდება ნაბიჯების გადმოთქმას და როდის მოხდება ეს? ეს როდის მოხდება? ზეგავლენა მაგიური ზეგავლენები სხვათა შორის არსებობს აქ, ვინც გააკეთეთ მისი წმედის რიტუალები, ან მოხსენით ეს მოქმედებები, აუცილებლად იწყებს აქტიურად მოქმედებას თქვენსკენ და ბევრ თქვენთაგან თანაც უბრალოდ რაღაცა დროის ფაქტორია, თითქოს დროსთან ერთად გადის ეს ზეგავლენებიც. მის ქორწინებაში, თუ ის ქორწინებაში იქ არის აგრესია, იქ არის ეჭვიანობა, იქ არის ჩამოკიდებული სიტუაცია, როგორც ჩანს პარტნიორი არ არის აქტიური, აძალებენ, თუმცა ვერ მოდის მოქმედებაში, ხო აი რაღაცნაირად იცით რა დავიდა მან ეიძახის პოზიცია აქვს ძალიან ცივი იქაც შერჩეული. მოკლედ, ძალიან დიდ ქაოსია ეს ვაჟბატონი და ხვერთ ხელი მოუმართოს. თქვენ კიდე წარმატებებს გისურვებთ. დროებით მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ და გადააზიაროთ ეს აუცილებელია ენერგობალანსისთვის. უღრმესი მადლობა დროებით.